ეხლა კი გაჩვენებთ ვინ არ დააბერეთ საქართველოში 13 წლის მანძილზე. ყურადღებით მომისმინეთ. ბარბარე რაფალიანის მოკლული არჩევნების მოსაგებად. რიტუალი ჩაატარა ერთგვარი ცნებამ ბავშვის ვერყლს შეწირვა იმისთვის, რომ ისუფლებაში მოსულიყო. მეორე, 7 ქართველი სამხედრო ავღანეთში მოკლული ჯიხადის ვიდეო შექმნის გამო. ეროსი კიწმარიშვილი მოკლული, შალვა თათუხაშვილი წამებით მოკლული, დაჩი დარჩია მოკლული, გიორგი ბაბუხატია მოკლული, მუჰამედ ქამალი მოკლული, არიმან მუსტაფაევი მოკლული, მახარაძე მოკლული, ფიცხელაური მოკლული პოლიციელი, გიორგი რაკიანი პოლიციის მოკლული ოფიცერი, ბექა მარგიშვილი პოლიციის მოკლული ოფიცერი, ქარაშ მუკბანიანი მოკლული პოლიციელი, რამაზ ბადრიაშვილი ცოცხლად ჩააბეტონეს, სოფი კოსეფიაშვილი მოკლული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ყიდორაშვილის მიერ, მირზა კოჩუბაძე მოკლული პოლიციელის მიერ, ლევან კორტავა მოკლული ციხეში წამებით, გოგა ძველაია მოკლული ციხეში წამებით, გიგა ფარტენაძე მოკლული ციხეში წამებით, ათანდილ მაისურაძე მოკლული ციხეში, ჟიდო ფირცხელიანი მოკლული ციხებში აღდგენილი მაყურებლების მიერ, ბესიკ ხარციანი მოკლული ბიზნესმენი, მამუკა მიხაუტაძე წამებით მოკლული მოწმე, მაისურაძე წამებით მოკლული მოწმე, გიორგი ასანიძე მოკლული, დღემდე გამოუძიებელია ფაქტი, გიორგი ბერუაშვილი პოლიციის მოკლული ოფიცერი, ზვიად ლაგვილავა პოლიციის მოკლული ოფიცერი, საქმე დღემდე გამოუძიებელია, კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელები ყველა დაიღუპა საეჭვო გარემოებებში. სტამბულის აეროპორტში ტერაქტის შედეგად დაღუპული 42 ადამიანი. ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევი ქართულმა ოცნებამ ამნისტიით ციხიდან გაათავისუფლა. თერმილან მაჩალიკაშვილის მკვლელობა ძილში მოკლეს. ძილში ფაშისტებიც კი არ კლავდნენ ადამიანებს. ჩატაევის შემოშვება საქართველოში, რის შედეგადაც დაიღუპა სპეცრაზმელი. მოკლული პოლიციელის მამის მოთხოვნით, ხლა წაგიკითხავთ, ჩემი შვილი 2013 წელს მოკლეს, იყო პოლიციის გამომძიებელი, მოკლულია ამნისტიით გამოშვებული კრიმინალების ხელით, თავზე ბალიში ჰქონდა დაფარებული და თავი მოიკლაო, დააბრალეს. ცემლი არ შემშრობია თვალიდან, ზაზას გვერდით ვდგევართ მე, ჩემი ოჯახი და ესპანეთში მცხოვრები ბევრი ქართველი. მაქსიას კიდე მიამატე ჩემი შვილი ზურიკო ნინაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილი მოკლული, დათუ ნასარალიძე, ლევან დადუნაშვილი, ყოველს გახსოვთ ლუკას ირაძე გამომძიებლის ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად თვითმკვლელობამდე მიყვანილი, ექსო ლაშქარავა ჟურნალისტი, გოგა ძველაია რეჟიმის მიერ მოკლული პატიმრობის პირველ სავე დღეს, დემურ სტურუა მოკლული, პაატა პავლიაშვილი პოლიციის ძალადობის შედეგად მოკლული, მეგი ბაქრაძე მედდა, რომელიც ოცნების COVID კამპანიაში ეწირა აცრეს მისი შეუძლოდ ყოფნის მიუხედავად, ნანა ბერიაშვილი ოცნების კრიმინალური რეჟიმის მიერ შეწყალებული მკვლელის მიერ მოკლული, 11 წლის გოგონა, გიორგი შაქარაშვილი მოკლული, ჩანაი ბრუკი მოკლული, სმიტების ოჯახი მოკლული, ასელ აიტპატევა მოკლული, ვიტალი საფაროვი მოკლული, ნიკოლოს კვარაცხელია მოკლული, ტომას კენედი მოკლული, აუში დენით მოკლული 14 წლის მარიტა, წნეჩი დენით მოკლული ახალგაზრდა ბიჭი, ერვიხსენებ გვარს, გაუმართავი ძველი სამაშველო ვერტმფრენის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ეკიპაჟი, თამას გინტორის მკვლელობა, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, 13 ივნისს ვერეს ტრაგედია, რომელიც იყო სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობა შოვის ტრაგედია. გახსოვთ ალბათ, კალაძემ 2 საათით ადრე გახიზნა ოჯახი. ზვიადაურის და მისი თანამზრახველების მიერ მოკლული 3 ადამიანი, ზვიადაური მაშინ სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. დიახ.